რომელიც რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საინტერესო და რა ტიპის ხარდაჭერაა ეს დაჭერილი მებრძოლების ოჯახებისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით. გახლავართ ლიანა რეშეტნიკოვა, ჩემი გვარი და სახელი. ბავშვობიდანვე მე პირადად მიყვარდა კერვა და ყოველთვის რაღაცას ვთვლობდი, რომ რაღაც პატარა დეტალისგან რაღაცა შემექმნა. ეს იყო ჩემი სურვილიდან გამომდინარე და მონდომება და საერთო ჯამში ჩემი კერვისადმი სიყვარული აქედან მოდიოდა ბავშვობიდანვე. იმიტომ მიდრეკილება იყო სხვადასხვა რაღაც ნიუანსების მიმართ. შემდეგ ეს ჩემი სურვილი გადაიზარდა უკვე ცხოვრების მანძილზე უკვე რაც დრო გადიოდა, მინდოდა კერვის შესწავლა, კურსების დაწყება, მაგრამ ვერ აღარ მოვიცალე იმისთვის, რომ გამევლო კურსები. ჩემთვის როგორც მოყვარულის სამოყვარულო დონეზე ვისწავლე კერვა, 7-8 წელი კერავდი, მუშაობ, დასაქმებული ვარ სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ ეს პროექტი, მადლობელი ვარ ამ პროექტისთვის. აქ მინდოდა მე კერვასთან ერთად მოდელირება, კონსტრუირების შესწავლა, რაც არ მქონდა იმის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ თავს ვთვლიდი, დროს არ ვკარგავდი თითქოს მაგ საკითხში, მეთქი მარტო მინდა შევკერო. კერვის დარგში ვიყავი ამ პერსპექტივაში მონდომებული, რომ ჩემით შემეკერა, მაგრამ საჭირო გახდა ეს მოდელირება, კონსტრუირების შეძენა, შესწავლა და მოვედი იქ, სადაც უნდა მოვსულიყავი. აქ მადლობელი ვარ ამ კურსის განახლებისთვის და ეს პროექტი ბევრ ადამიანს წაადგება, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, რომლებთაც აქვთ ამისადმი სურვილი, სიყვარული, მონდომება, რომელსაც უნდა პროფესიონალურ დონეზე, არა სამოყვარულო, არამედ პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს ეს სპეციალობა და ზუსტად ბევრს დაეხმარება სოციუმშიც, თუნდაც სახლის პირობებში ბევრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეკეროს თავისი ფინანსურად თავის ოჯახის გაზარდოს ბიუჯეტი და ეს ცოდნაც, ეს ორმაგად დაეხმარება ეს ცოდნა, როცა უკვე ეს პროფესიულად შენ თვითონ ჭრის, შენ თვითონ აკეთებ მოდელს, დიზაინი ხარ შენი პროექტის, შენი მოდელის, ადგენ მოდელს და შემდეგ უკვე აწყობ და თავიდან ბოლომდე კერავ ტანსაცმელს. ეს ბევრ ახალგაზრდას ამ პროექტში მოსულისას ბევრი ახალგაზრდას გაუღვიძებს ეს პროექტი უნარს და იმ პროფესიული სიყვარულს, რაც მასში დევს, მაგრამ ის ვერ მისცა იმის გზა, იმის განვითარების გზა, რომ ის ამ დონემდე მოსულიყო. უბრალოდ სამოყვარულო დონეზე როცა კერავ ადამიანი, უფრო და უფრო მეტის და მეტის გაგება გინდა და გაკლევა გინდა გზა, რომ პროფესიონალურ დონეზე ისწავლო, მოემსახურო შენ ხალხს, შენ ქვეყანას, როცა იცი შენი საქმის სადმი მიდგომა, იცი ყველაფერი და რა ვიცი, ბევრს დაეხმარება, ბევრი სიყვარულით გააკეთებს, რა თქმა უნდა და ის ვალდებულებაც ექნება და მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის დააკისრებულ მოვალეობას და ოჯახსაც გამოადგება და ალბათ უკვე საერთოდ ქვეყანასაც, იმიტომ რომ კერავები გჭირდება ყველას. აუცილებელია კაი და პროფესიონალური კერავი. და ნამდვილად ალბათ ეს ის ადგილია, სადაც აქედან განვითარდება ის მონდომებული ადამიანი, რომელსაც უნდა რომ დაიწყოს თუნდაც ნულიდან თავისი საქმის შესწავლა. რამდენიმე წინადადებით რომ შეაფასოთ ესეთი ინიციატივის მნიშვნელობა, ანუ გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს სისტემური ადამიანისთვის, რომელსაც სხვა საშუალება შეიძლება ამ მიმართულებით განვითარების არ ჰქონდეს და აი ამიტომ რა ხელმისაწვდომობის მატარებელია ეს და რამდენად დიდი დახმარებაა იმ ოჯახებისთვის, რომელთაც აქ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. ნამდვილად ხა თუნდაც
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს, თუნდაც ამ საკითხში, ამ კონტექსტის რომ განვიხილოთ ვეტერანთა ოჯახებისთვის. რადგან წეგანაც ვახსენე, რომ შეიძლება სახლიდან გაუსვლელადაც კი, მაგალითად, როცა უკვე შენი საქმე იცი და ბევრ ოჯახს დაეხმარება ეკონომიურად, წარადგება ბოლო-ბოლო თავისი პროფესიის სადმე მიდგომა და წარადგება ბევრ ოჯახისთვის იქნება ეს კარგი და პერსპექტივის მომცემი. რა ვიცი. მეცე, პეცესია.